საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, რადგან სტარტაპერებისთვის Plug and Play-ის პირველი აქსელერაციის პროგრამა ოფიციალურად გაიხსნა. ჯიტასთან პარტნიორობით მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი აქსელერატორი ქართულ ბაზარზე იმ სტარტაპების მხარდასაჭერად შემოდის, რომელთაც განვითარების ყველაზე დიდი პოტენციალი აქვთ. დღეს ჩვენს სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ იმაზე, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის ამ პროგრამის დაწყება და როგორ შეეძლებათ სტარტაპერებს აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობა. ამ თემებზე სასაუბროთ TechInform-ის სტუდიაში Plug and Play Tech ცენტრის დირექტორი ცენტრალურ აზიასა და ევროპაში ურანიკ ბეგუ და აგრეთვე Plug and Play Georgia-ს ხელმძღვანელი მაქსიმე რამიშვილი გვერდდებიან. მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისათვის და მინდა საუბარი დავიწყო თავად აქსელერაციის პროგრამით. რას მოიცავს ის, რა პირობებია და რა მოთხოვნებს უნდა აკვირდებოდნენ სტარტაპერები იმისათვის, რომ ამ პროგრამაში შეძლონ მათ მონაწილეობა. გამარჯობა გიორგი, პირველ რიგში დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. რაც შეეხება Plug and Play Georgia-ს პროგრამას, ეს არის საკმაოდ ინტენსიური პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ლოკალური სტარტაპების გლობალურ მოთამაშეებად გარდაქმნას. ეს პროგრამა რამდენიმე ძირითადი კომპონენტისგან შედგება. პირველი და უმთავრესი ეს არის საერთაშორისო მენტორების ჩამოყვანა და მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენი სტარტაპერებისთვის. ამ პროგრამის ფარგლებში ასევე ჩვენ სტარტაპებს წვდომა ექნებათ საერთაშორისო კორპორაციებთან, რაც ეს მათ საშუალებას მიცემთ მომავალში საინტერესო თანამშრომლობები შექმნან. ასევე პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვეცდებით სტარტაპერებისთვის მოვამზადოთ მათი ბიზნეს გეგმები, დავხვეწოთ მათი იდეები და დავეხმაროთ მათ დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვაში. კარგი, უფრო დეტალურად რომ დავსვათ ამ შემთხვევაში კითხვა, რა დეტალების, რა ეტაპებისაგან შედგება პროგრამა, ესეც აუცილებელია ალბათ მაყურებლისთვის და საინტერესო იქნება დაინტერესებული სტარტაპებისთვის. კეთილი. პროგრამა შედგება სამი ძირითადი ეტაპისგან. პირველ ეტაპზე ვცდილობთ რომ სტარტაპერებს დავეხმაროთ MVP-ის განვითარებაში. მომდევნო ეტაპზე სტარტაპერებს დავეხმარებით პროდუქტის და მარკეტის შეთავსებაში. და ამ ორივე ეტაპზე კონკრეტული თანხით დავაფინანსებთ. ხოლო რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და უპრეცედენტო არის ჩვენს რეალობაში, შერჩეულ სამ სტარტაპს წავიყვანთ სილიკონის ველზე, სადაც ერთი თვე მოვახდენთ მათ აქსელერაციას, სადაც მათ ექნებათ წვდომა გლობალურ კორპორაციებთან, ანგელ ინვესტორებთან და მთელი რიგი სიკეთეები. ამიტომ ეს რაღაცნაირად უპრეცედენტო მოვლენა არის ჩვენს სტარტაპ ეკოსისტემაში და მოუთმენლად ველოდებით, რომ შევარჩიოთ ის სამი ღირსეული სტარტაპი, რომელიც ამ სიკეთეებს მიიღებს. უკეთესი პრინციპში ჯილდო თუ პრიზი შეუძლებელია სტარტაპისთვის მოიგოს. როგორი ფინანსური დახმარება წარუმატებელი? არც ეს ფინანსური დახმარება არ უტოლდება სილიკონის ველზე ყოფნას რეალურად. ძალიან მაგარი ამბავი. მე მგონი ჩვენ თუნდაც დავიწყოთ რაღაც. მგონი დაგვაგვიანდა და პირველი იდეის შეტანა მომდევნო ბეჭდს უნდა დავაბადოთ. Mr. Bagu, we move to the ბატონო ბეგუ, გადავიდეთ ქართულ სტარტაპებთან დაკავშირებულ საკითხზე. ყველა სხვა განვითარებადი ბაზრისაგან განსხვავებით, კონკრეტულად რა უნიკალურ უპირატესობებს სთავაზობს საქართველოს ისეთ გლობალურ მოთამაშეს, როგორიც Plug and Play-ია. We have been monitoring Georgia's growth. ჩვენ წლების განმავლობაში ვაკვირდებოდით საქართველოს ზრდას მის სტარტაპ და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას. ჯიტასთან ჩამოყალიბებული შესანიშნავი პარტნიორობის ფონზე ეს საუკეთესო მომენტი იყო პროცესებში ჩასართავად. ვფიქრობ, მრავალი ელემენტი განსაზღვრავს ქართულ ეკოსისტემას და მის სრულ პოტენციალს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მგონი ეს უკვე ახსენეს კიდეც, რადგან მაქსისგან ნელ-ნელა ქართულსაც ვსწავლობ, ეს არის ახალგაზრდა ტალანტი. ხალხი, რომელმაც უკვე ბევრს მიაღწია და აგრძელებს ზრდას. შემდეგ მოდის ამბიცია. ჩვენ ვეძებთ სტარტაპებს, რომლებსაც გლობალური მიზნები აქვთ. ცდილობენ აითვისონ ევროპული და აზიური ბაზრები. ასევე ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთიც. ამ ელემენტების ერთობლიობა და მთავრობის მხარდაჭერა ამ შემთხვევაში ჯიტას სახით ქმნის შესანიშნავ შესაძლებლობას იმის გამოსაკვლევად, თუ როგორ შეგვიძლია დახმარება და ადგილობრივ აქტორებთან თანამშრომლობა. ჩვენი მიზანია გამოვავლინოთ და ხელი შეუწყოთ მაღალი პოტენციალის მქონე სტარტაპებს, რომლებშიც შევძლებთ ინვესტირებას და მათ დაკავშირებას როგორც ჩვენი ქსელის პარტნიორებთან, ისე სხვა ინვესტორებთან.
საბოლოო ჯამში ინოვაციის მიზანი ახალი ბიზნეს იდეების პოვნაა, თუმცა რადგან ტექნოლოგიური განვითარების ძალიან საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე გვჯერა, რომ მცირე ბაზრებზეც უნდა ვიყოთ წარმოდგენილნი, უნდა ვიპოვოთ ტალანტები და ადამიანები, რათა აღმოვაჩინოთ ისეთი გადაწყვეტები, რომლებიც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის. სწორედ ამიტომ ვართ აქ. So that's why we're here. მაქსიმე, რა კრიტერიუმებით ხდება სტარტაპების შერჩევის პროცესი, რა არის ის ძირითადი პარამეტრები, რომელთაც აკვირდებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სტარტაპი რეალურად იმისათვის, რომ ამ პროგრამაში მოხვდეს და შესაბამისი ეტაპები გაიაროს. პირველ რიგში ვიტყოდი, რომ მივიღეთ 300-მდე აპლიკაცია. შესაბამისად, 40 წამყვანი სტარტაპის შერჩევა საკმაოდ რთული იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კაფიოდ გაგვესაზღვრა ის მთავარი პარამეტრები და კრიტერიუმები, რითიც სწორედ შევარჩევდით სტარტაპებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის კომპლემენტარულობა, ამას გამოვყოფდი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად ამბიციურია გუნდი და რას ისახავს მიზნად მომავალში. დარჩეს ქართულ ბაზარზე თუ გავიდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ. თუმდაც აზიაში ან უკეთეს შემთხვევაში ევროპა, ამერიკაში. ანუ დარჩენა ალბათ არასდროს არ იქნება კარგი ვარიანტი ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ბაზრის ზომიდან გამომდინარე. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის ნაწილი სტარტაპებში. დღეს როგორც მოგეხსენებათ, ხელოვნური ინტელექტი პრინციპში ძალიან ინტენსიურად არის შემოსული ჩვენს ცხოვრებაში და შესაბამისად ის სტარტაპები, რომლებიც კონკრეტულად ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობენ და ამ ტექნოლოგიებს ანვითარებენ, ჩვენთვის ცალსახად პრიორიტეტული არის. Mr. Begu, we move back to you with the question. ბატონო ბეგუ, საინტერესოა თუ რამდენად აკავშირებს Plug and Play სილიკონის ველის კომპანიებს აქაურ, მცირე ქართულ სტარტაპებთან. Maybe in order to answer this question, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უკეთ გამომივა თუ ჯერ 2 სიტყვით ავხსნი, რას წარმოადგენს Plug and Play დღეს. ფიქრობ, ჩვენი ყველაზე ძლიერი მხარე, ჩვენი ქსელი და გლობალური წარმომადგენლობა ეს არ არის მხოლოდ სილიკონ ველი. ჩვენ ფარავთ ყველა კონტინენტს და მსოფლიოს მასშტაბით 60-ზე მეტ ლოკაციაზე ვარ წარმოდგენილნი. გვაქვს პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლობთ 550-ზე მეტ უმსხვილეს გლობალურ კორპორაციასთან. თანაინვესტირებას ვახორციელებთ მსოფლიოს წამყვან ინვესტორებთან ერთად. ამასთანავე ჩვენს პლატფორმაზე 100,000-ზე მეტი სტარტაპია გაერთიანებული. შესაბამისად, ეს უნიკალური ეკოსისტემა დიდ ფასეულობას ქმნის ისეთი მცირე და ფრაგმენტირებული ბაზრებისთვის, როგორიც საქართველოა და სხვა მსგავსი ქვეყნები. ის ჭრის ყველაზე მწვავე პრობლემას, მცირე სტარტაპებს უხსნის დიდ ბაზრებზე წვდომას და ეხმარება მათ ინტერნაციონალიზაციაში. აქ ვგულისხმობთ არა მხოლოდ ბაზრებს, არამედ გლობალურ პარტნიორობას კორპორაციებთან და ინვესტიციებს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივად საქართველოში ბევრი შესანიშნავი აქტივობა ხორციელდება, ჩვენი როლია ეს პროცესი ახალ საფეხურზე ავიყვანოთ, ვიპოვოთ პერსპექტიული სტარტაპები და აღმოუჩინოთ მხარდაჭერა მათი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის. კიდევ ერთი რამ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის საქართველოს პოზიციონირება ადგილობრივ და რეგიონულ ეკოსისტემად. ჩვენი აქ ყოფნით და შეთავაზებებით შეგვიძლია მოვიზიდოთ რეგიონალური სტარტაპები, რათა მათ ოფისები აქ დაარსონ. ეს აქტივობები სხვა ადგილობრივ პროგრამებთან ერთად აუცილებლად გამოიწვევს ადგილობრივი კორპორაციების დაინტერესებასაც. ჩვენ მაქსთან და მის გუნდთან ერთად ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ მოუწოდოთ ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესებს და კორპორაციებს მოგმართონ თავიანთი წვავე პრობლემებით და თუ გამოწვევებით. ჩვენ ვნახავთ, როგორ შეიძლება კორპორაციებისა და სტარტაპების პარტნიორობამ გადაჭრას ეს საკითხები, განსაკუთრებით ახლა ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად. ბევრ კომპანიას გაუჭირდება სწრაფი ადაპტაცია, პატარა გუნდმა კი შესაძლოა მათთვის საჭირო გამოსავალი იპოვოს. დიალოგის დაწყებისთანავე შევძლებთ ამ გამოწვევებზე რეაგირებას. challenges. მაქსიმე, ბოლო შეკითხვაზე მინდა გადავინაცვლოთ, ეს უკავშირდება სამომავლო განვითარების ეტაპს. პროგრამა როგორ გაგრძელდება და რა იქნება შემდეგი ეტაპები, რომელსაც გაივლიან იქ მონაწილე სტარტაპები? კი ბატონო, ეს პირველი ნაკადი უბრალოდ დასაწყისი არის. მომავალში ვეგმავთ პროგრამის გაფართოებას
და კონკრეტული ბიზნეს ვერტიკალების განსაზღვრას, რის გარშემოც შევქმნით აქსელერაციის პროგრამებს. ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო სიღრმისეულად შემოვიყვანოთ საერთაშორისო კორპორაციები და მოვახდინოთ მათი ინტეგრაცია ქართულ სტარტაპის ეკოსისტემაში. და საბოლოო ჯამში ჩვენი გრძელვადიანი ხედვაა საქართველოს გახდეს რეგიონალური ჰაბი ტექნოლოგიების და ინოვაციების. ჩვენ გვინდა რომ ეს ქვეყანა არ იყოს მხოლოდ სტარტაპების წარმოშობის ადგილი, რამე თუ იყოს სივრცე, სადაც გლობალური კომპანიები მოდიან ინოვაციების მოსაძიებლად. მაქსიმე, ურანიკ, მადლობა ძალიან დიდი თქვენი დროისათვის, შარშულობისათვის და რაც თავარია ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერისათვის ჩვენს წილს ვაკეთებთ და ვცდილობთ რომ ყველაფერი გავაკეთოთ ტექნოლოგიური პროგრესის, ინოვაციებისა და სტარტაპერების მხარდასაჭერად. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენი დროისათვის. მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის. Mr. Beckett, thank you for joining us. Thank you very much for having us. Thank you. Pleasure.